მაგარი ანეკდოტი არსებობს ტრამპთან დაკავშირებით. კელი დეგნანი, რომელსაც ქართულ მოოცნებამ დედამიწაზე რაც კი ცოდვა არსებობს და უბედურება ყველაფერი დააბრალა, ამ ქალს უნდა რომ საქართველოს ომში ჩაერთოს, ამ ქალს უნდა რომ აქ რაღაც მშვიდობა არ იყოს, უბედურება, აგენტი არის, რაღაც ყველაფერი, ყველანაირი დიპლომატიური ეთიკის მიღმა გავიდნენ ისეთები ლაპარაკეს ამ ქალზე. ტრამპის დანიშნულია. დონალდ ტრამპის დროს დაინიშნა კელი დეგნანი საქართველოში ელჩად. ტრამპის წარმომადგენელი იყო საქართველოში ეს ქალი, ტრამპის ხელისუფლების და ადმინისტრაციის, მასზე გადატეხეს რამის ყველაფერი, ანუ ვთქვათ, შიდა პოლიტიკურ რიტორიკაში და საგარეოშიც და ახლა ამბობენ, რომ ტრამპთან დავლაგდებითო. მე სინამდვილეში არ მჯერა რომ მათ ჯერათ რომ ტრამპთან დავლაგდებიან, ანუ მე მგონია რომ პროპაგანდისტულად იყენებენ ამას ერთი მხრივ უბრალოდ რაღაც რიტორიკის დონეზე და მეორე თავისივე შედარებით დაბალი რგოლის ჩინოვნიკებს, მხარდამჭერებს არგუმენტები რომ მისცენ და მათ რომ ისინი დააჯერონ რომ კი ეხლა ძალოვანები რომ აი 20 იანვრამდე გაუძლოთ და მე 20 იანვრს მერე ყველაფერი დალაგდება. დროს წელავენ მარტივად რო ვთქვათ.